ამერიკაში იგი საოცარ რაღაცებს აკეთებს. პირდაპირ შემიძლია თქვა, თითქოს მოწყდა რაღაცა ძირს რუსეთი მისთვის ყველაფერია, აქ რუსული წრეც ტრიალებს, ურთიერთობებს გარკვეულ ურთიერთობები აქვს. გარკვეულ საზოგადოებას და დეტალებში არ შევალ, მაგრამ აქ მისი ქალიშვილიც გათხოვდება, ძალიან სერიოზულ კარგ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა. შეკვეთაზე მოდის, უბრალოდ იყიდება მისი ნამუშევრები, მაგრამ შინაგანის კმაყოფილება არ არის. მით უმეტეს რომ გარდაიცვლება მისი მეუღლე ბელა. როგორ განიცდის თქვენ არ იცით 6 თუ 7 თვე მარკ შაგალმა არ ხატოს ასეთი რაღაცა არ არსებობს წარმოუდგენელი რაღაცაა მეგობრებო წარმოუდგენელი მაშინ იდა შეწუხდა იდა მაშინ იყო 29 წლის ხო 28-29 წლის მისი ქალიშვილი იფიქრა რომ მამას დაკარგავს იმიტომ მამას მოკვდება მამა მაშინ იყო ასე იგი მარკი იყო 40 რამდენიც 45 წლის ფაქტობრივად ეგდო ასე იატაკზე და ბღაოდა, ტიროდა. ფაქტობრივად ეს ხაიც ტრაგიკული ტიპია, ისი თან პოეტურია, თან ძალიან რომანტიკულია, თან ძალიან ფერადოვანია. ეს გოთეს ფერტათეული, აი პირდაპირ აქ დადებული მიწაზე. პირდაპირ, ესე პირდაპირ გადმოაქვს ტილოებზე რა. გამაუგნებელია, მაგრამ ტირის გაუთავებად არ გამოდის ფსიქიკურად, აი დაიშალა კაცი რა. ну რაღაცა მართლა მე შეხინა დაკარგა ფაქტობრივად მისი უსაყვარლესი ქალი ხო თუმცა ღალატობდა კიდევაც ესეც უნდა ვაღიაროთ ერთი ორი მაგალითი შემდგომ შაგალის გარდაცვალების შემდეგ გამოსკდა ასე ვთქვათ გადმოვიდა ისტორიაში მაგრამ ყველა საინტერესო რა არის და გადაწყვეტს იდა მას რაღაცა გაუცოცხლოს გარემო მოუყვანს ახალგაზრდა ბრიტანელ ინგლისელ კარს ვირჯინა ჰაგარტს რომელიც წარმოშობით საკმაოდ კარგი ოჯახიდან იყო, იმიტომ რომ მისი მამა დიპლომატი იყო, დიპლომატიურ სამსახურში იყო ამერიკაში, სწორედ აი ბრიტანელს წარმოადგენდა. და ვირჯინა ჰაგარტი, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო უზრუნველის ცხოვრებით ეცხოვრა, უბრალოდ დადგა მის მსახურად, პირდაპირ სადილის გამკეთებლად და დამლაგებლად. ასე იგი, სულ რაღაცა მას შვილი ყავდა, სხვა ქმარიც ყავდა იმ პერიოდში, მაშინ იყო ვირჯინია დაახლოებით ასე 30 წლის. ვირჯინია და შაგალი, ესე იგი მარკი აღმოჩნდნენ ერთ სახლში, ესე იგი ამერიკაში, სწორედ ერთ სახლში, ეს ხდება, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში. და მათ შორის აი გაჩნდა რომანი, ძალიან ვდებიანი, ძალიან თავგადასავლიანი, სხვა შორის მისი ესე იგი ვირჯინია ჰაგარტის ეს მისი მემუარები გამოიცა და მე დეტალებში მაქვს ეს საკითხული და გითხრათ რომ ძალიან საინტერესო ურთიერთობებია. ვირჯინია მაღალი გამხდარი ბრიტანელი გოგო. სიმპათიური, თხელი, ეს არ კიდე ისე მოხი დაბალი კაცი, სიმპათიური, მაგრამ ესე აი გაჩეჩილი თმებით, რომელიც უცნაურად არის გაჭაღარებული, სადღაც აქვს ჭაღარ, სადღაც არ აქვს ჭაღარ, უცნაური კაცია. თავის ცოცხალი, ნაცრისფერი თვალებით და უცნაური მომხიბვლელი ღიმილით. აი გაიცილებს, აი გაგიჟდები, მაგრამ უფრო ტირის კაცო. რაღაც მაგრამ აი ამ სასიყვარულო რომანმა თითქოს გამოიყვანა, თამეთობეს აღბორცა რომ დაფეხმძიმდა ვირჯინია. ой, ეს საშიათ არ უნდა და აი როგორც კი ვიღაცა ჩდებოდა მის ცხოვრებაში შვილის სახით, ხო? ისეთი გზნობა იყო თვითონ კონკურენტი უჩნდებოდა, ასე შეგდება და თვითონ მას სიყვარულს დააკლებდნენ, ხო, ქალები. მაგრამ ყოველ ნაბიჯზე რა თქმა უნდა ბელას ახსენებს, გაჩნდა კიდევ საოცარ საყვარელი ბიჭი, ოქროსფერტმიანი ბიჭი, სიმპათიური ბიჭი, მე გაიზარდეს კაცი და თავისი პრობლემები ჰქონდა მამასთან ურთიერთობაში, მას სახელი არის დავიდი დაარქვეს, სხვა შორის თვითონ არ დაესწრო გაჩენას, იმიტომ თვითონ ამ პერიოდში დაბრუნდა, უკვე დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი და დაბრუნდა პარიზში და დაბრუნებას არც ფიქრობდა ამერიკაში, თუმცა ამბობდა შეინარჩუნა იქ სახლი. ვირჯინიას ვებრალია, ეს ვირჯინია უცნაური ქალია, სხვა შორის მის ბიოგრაფიას გადავხედე, ძალიან საინტერესო აღმოაჩინე. აინტერესებს და აღელვებს გაწვალებული, გაწამებული კაცები და მათი მოვლა. აი როცა კაცს უჭის მაშინ ისეთი რა ფსიქოსომატური დამხმარე ცოლი ან შეყვარებული ქალი აი გამაუგრებელია ხო პირველი ქმარიც ასე ყავდა რომელიც განდევნა შაგალიც ასე იყო და შემდგომი კიდე ორი ქმარი კაცი იყო ბუნებრივია მას ვირჯინიამ საოცარი გახსენებები დაგვიტოვა. ხა მე არ მაქვს დრო რომ მოგიყვეთ დეტალებში და საინტერესოა, მაგრამ ერთს გეტყვით ხოლმე რომ შაგალი არ ეჭვიანობდა, მაგრამ ხაზს უსვამდა ხოლმე რომ მასთან ვირჯინია არ დარჩება, მით უმეტეს გაიგო რომ ვირჯინია მას უღალატა მასზე უფროს კაცთან
წამოდიდა ვირჯინიამ უღალატა მასზე უფროს კაცთან ერთადერთი რაც გააკეთა ერთი მუშტი შემოკრა და ის ღონიერი ხელი ქონდა და საერთოდ მხატვრები ფიზიკურად არ არიან სუსტები არა ვარ სუსტები მეგობრებო გააგორა კიდევ საწყალი ამ სიმაღლე ვირჯინია იქ მოგეთ ღალატის გამო მაგრამ გაკვირებული იყო ქემაინც ახალგაზრდასთან გეღალატაო კაცო რა მაინდამაც ჩემზე უფროსთან თვითონ ხო იყო უკვე 64-5 წლის იყო ის კაცი 68 წლის იყო ასე რომ ვირჯინია უცნაური გოგოა ძალიან უცნაური შვილიც უცნაური გამოვიდა საერთოდ არ არის ეს შეულებრივი საზოგადოება ძალიან უცნაურია ჩამოდის რა თქმა უნდა პარიზში უკვე იწყება ძალიან მძიმე სიტუაცია იმიტომ რომ რეალ თავისთვის ფსიქოლოგიურად მოშლილია ეს ის მარკი აღარ არის მაგრამ სამაგერად იწყება ახალი ცხოვრება და აი ამაზე ორი რამდენიმე წუთი უნდა შევჩერდეთ იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი დიდი შაგალი აქ არის ჩემთვის რა მას ესე იგი თავაზობენ სენტ-ეტიენის ტაძარში სენტ-ეტიენის წმინდა ეტიენის სახელობის ტაძარში ქალაქ მეცში ვიტრაჟების გაკეთებას ესე ფაქტობრივად კათოლიკური ეკლესია მას თავაზობს შეასრულოს კათოლიკური ტაძრისთვის რომელიც დაზიანდა ომის დროს ვიტრაჟები გამჭროლე მინის კედლები გააკეთოს მეგობრებო წარმოუდგენელია ზოგიერთი ეს ხო ვისაც მოაფიქრა ხო გენიალურია თან გაითვალისწინეთ რომ თვითონ ამ ტერიტორიაზე მეცში ხო ძალიან საინტერესო იყო თვითონ კათოლიკური და იუდეური ტომების ერთმანეთთან ცხოვრება ძალიან საინტერესო ეს იყო რაღაცა ჰიბრიდული სამყარო ძალიან საინტერესო და იგი აკეთებს მოსეს დავითის და იერემიას გამოსახულებებს გამაოგნებელი ვიტრაჟებია პირდაპირ შემიძლია თქვა აი გამაოგნებელი მე ვფიქრობ რომ მასთან ეს არის საოცარი ხელოვანი და მასთან ერთად მუშაობს შარლ მარკი ეს არის ოსტატი ვიტრაჟის კლასიკური ვიტრაჟის წარმომადგენელია ნამდვილი ვიტრაჟი კეთდება ნამდვილი მაგრამ იცით რა არის თან ამ თვითონ ზღუდეს ითას ვიტრაჟის თვითონ ეს მინა იკეთება ალბათ იცით რომ ეს ტყვით კეთდება და ასე ბილი მასა ისე აკეთებს რომ ეს არ დაახჩოს თვითონ მარკის ფერადოვანი სილივლივე გოაში ასრულებს ამას ეს კიში ჩვენი მხატვარი მაგრამ მას გადააქვს შარლ მარკს გადააქვს იგი ფანტასტიკურად გადააქვს აი უბრალოდ ფანტასტიკურად მინაში და თან გააკეთდა აი თუ მეცში მოხდებით ხო სენტ-ეტიენის ამ ტაძარში აი ეს რამდენიმე ვიტრაჟი გამაოგნებელ შთაბეჭდილებას მოგცემთ იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც შეულებრივი ოქროსფერი წვანე პურპური მოწითალო მოიასამნის პროტონები როგორ ათამაშებს თან დიდი ფრაგმენტებია ასე თვითონ ზღუდეები თვითონ ვიტრაჟს ხო ბევრი ზღუდეები აქვს ბევრი მოჩარჩოება ხდება ხო აი ესე კლუაზიონისტურია ხო ეს ნაკლები ამიტომ ფერს საშუალება ეძლევა რომ მე ეგრეთ წოდებული რეტუშში თამაშობდა მაშინ თვითონ შაგალი ცოცხლად თვითონ მინაში გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს ამას მოყვა კიდევ მეორე პარალელურად ეს კიდევ ცალკე თემაა ხო იერუსალიმთან ახლოს მან გააკეთა 12 ვიტრაჟი სინაგოგაში არის ასეთი ეინკარებში იერუსალიმთან ახლოს მან გააკეთა სამედიცინო უნივერსიტეტის სინაგოგის ვიტრაჟების მოხატულობა ებრაელებმა იგრძნეს რომ რაღაცას განსაკუთრებულს აკეთებს და გააკეთა კათოლიკური ეკლესიისთვის და მათ შეუკვეთეს ეს სინაგოგაში და მან შეასრულა ეს 12 ფანჯარა განსხვავებით მეცისაგან მეცში ხო ეს გრძელია მაღალია და მე გვირგვინდება ხო შეისრული თაღით ხო აქ არის უფრო კვადრატული ფორმის 3 ორნახევარზე ზომის აქ არის 12 ვიტრაჟი ფერადოვნებაში გამაოგნებელი პირდაპირ შინაარსობრივად როგორი აქ არის 12 ტომი თუ აი განყოფილება თუ ნაწილი ესე იგი იუდეისა ისრაელის ქვეყნისა აქ არის ჩამოთვლილია ყველა ასე დიდი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ეთნარქოსების და მამების წარმო აი თქვა იუდეის სიმბოლოა ისრაელის სიმბოლოა თქვა ეფრაიმის სიმბოლოა ეზრას სიმბოლოა აი მოგეთ აი ასია გალილეა აი რეალურად აი ეს თელი ეს სხვადასხვა თქვა აი ტომობრივ გაერთიანება რომელიც შეადგენდა დიდ ისრაელს ისრაელის ებრაელ ერს ეს ყველაფერი მოცემულია ფერებში. ერთ-ერთი ნაცია არის გაკეთებული, ერთ-ერთი ტომი, თქვა ოქროსფერია, მეორე ტომი ზღვის ტალღისფერი, მესამე ცისფერი, მეოთხე თქვა ღვინისფერი, მეხუთე მწვანე და ეს არის იმდენად საინტერესოა და რა შედიხარ გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, იმიტომ რომ რა იმუშავა, იმუშავა შარლ მარკმა, რომელიც ხაშური ძალიან გრძნობდა შაკალის ფერწერას. აი მე საერთოდ გიждები მის ვიტრაჟებზე. როგორ მოარგო იგივე მეც და იგივე აქ. ნუ ამას მე მოყვა კიდევ არაჩვეულებრივად საინტერესო ვიტრაჟი, ეგრეთ წოდებულ საოჯახო ეკლესიაში, უნიატური ეკლესიაა სხვადასხვა.
პოკანტიკო ჰილში, ესე იგი ჰადსონში, ეს ამერიკაში, პეგი როკფელერმა შეუკვეთა მას, დიახ. ეს არის აი საოცარი ქმნილება, პირდაპირ შემიძლია თქვა. ეს არის კეთილი სამარიტიელი, სახარებიდან გამომდინარე, იცით ალბათ სახარებას ახლა დეტალებში აღარ მოყვები, მაგრამ ეს არის საოცარი ქმნილება გახლავთ და ამას კიდევ მოყვა ბევრი სხვა შეკვეთები, რომელიც ახლა ჩვენ შორს წაგვიყვანს და ეს ისეთი ტიპის ვიტრაჟები გაკეთა, რომელსაც მოახდინა გამაოგნებელი შტაბი. ხო, აუცილებლად უნდა გამოყო გაეროს ვიტრაჟი. დიახ, გაერომ, ესე იგი ამ შემთხვევაში ახალ დაარსებულმა გაერომ მას შეუკვეთა დაგ ხამარშელდის ეს იყო გაეროს ერთ-ერთი გენერალური მდივანი, იგი გარდაიცვალა ავიაკატასტროფაში, მის სახელობაზე მათ შეასრულეს საკმაოდ დიდი ვიტრაჟი. ამ ვიტრაჟის სახელი არის მშვიდობა. ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, ეს საოცარი ქმნილება. აქ გამოიყენა მან ისაია წინასწარმეტყველის ტექსტი. ისაიას ტექსტში რაღაცა ხალხის სიმნელეში მავალი საბოლოო ჯამში დიდ ჭეშმარიტ ნათელში აღმოჩნდება და მე ვითარდება. აი განათების, შუქის, როგორ აკეთებს ამას მშვიდობის. ნუ გამაოგნებელია, რომელი ერთი გითხრა და რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად კულმინაცია ანდრე მალრომ თავის დროზე, როდესაც ეს ვიტრაჟები ნახა, რა თქმა უნდა, ბუნებრივი აქ პეგი როკფელერის მონაწილეობაც იყო, მისი ავტორიტეტისაც, მაგრამ მალროს ათუნა ვიღაცის ავტორიტეტი. იგი იღებს გადაწყვეტილებას, რომ განსაკუთრებული სვლა გააკეთოს და ოპერა გარნიეს ოპერა, გრანდ ოპერას ვესტიბულის ჭერი მოხატოს. დიახ, რომ მოიხატოს ჭერი. და ვინ უნდა მოხატოს? გარნიეს ოპერა, გრანდ ოპერა, ასე პარიზის. ვინც ეს არის ესეთი კლასიცისტური ტიპის ორნამენტებში და მოოქროს ორნამენტებში, ქანდაკებებში და გაპრიალებულ მარმარილოში ჩასმული გრანდიოზული აი ფერია, საორკიდეებით და თაღებით და ორნამენტებით და საოცარი ქმნილება და კლასიკური ჭერი, კლასიკური სრულად ანგელოზები ისფერ ფონზე, დაფრინავე კუპიდონები და ასე შემდეგ და უცებ ჩდება ასეთი გამაოგნებელი რამ, მალრო ეს უნიკალური კაცი მას თავაზობს, ეს რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა, მესამე რესპუბლიკის პრეზიდენტთან დეგოლთან. და ეს იყო უკვე წარმოიდგინე ებრაელ კაცს აძლევენ საშუალებას, ხო ეკლესიების მოხატვა და გაფორმება, რამდენი ასეთი, ხო? ფაქტიურად წარმოიდგინეთ რა დიდია ევროპა, რა დიდია სამყაროზე, დიდ კულტურას ეხება და რა დიდია შაგალი რომ შეულიეს ყველაფერი მან გააკეთოს. და იგი მიიღოთ იმისა, უკვე 80 წელს გადაცილებულია, ფიქრობს, რა ქნას გააკეთოს თუ არა გუმბა, მოხატოს თუ არა ის ჭერი. და იგი იწყებს გრანდ ოპერას, დიდი ოპერის ჭერის მოხატვას და მეგობრებო, ხო, მე დამალწდა, მეთქვა რომ მანამდე სანამ ეს მოვიდოდა მალროს თავში, მანამდე აქ დაიდგა რაველის საოცარი ბალეტი, ეს არის დაფნის და ხლოა, რომელიც გააფორმა შაგალმა გამაოგნებელი აი მუსიკაზე არანაკლები თუ უკეთესი არა მოხატულობით. ფაქტობრივად მოხატულობებით მე უკანა ფონს გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ტანსაცმელი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დეკორაცია კოსტიუმები. ნუ საოცარი შეკვეთები ქონდა შესრულებული ამას თქვა მეტროპოლიტენ ოპერაში, სხვა ოპერაში, მაგრამ აი გრანდ ოპერაში ეს იყო გამაოგნებელი შტაბეჭდილება და მალრო აქედან გამომდინარე, მალრო დასვა შეკითხვა საზოგადოებას დაუსწრო, ხო არ გაბაკეთებენ ეს მარკ შაგალს და შაგალი ბოლოს დათანხმდა და გააკეთა. ეხლა წარმოიდგინეთ, როცა იგი მუშაობდა და ქვევით მუშაობდა ბუნებრივი იქნებ ჭერზე არასრულად, ეს აკურით გაკეთდა. თან გუსმენდა ესე კლასიკური მუსიკა პირველ რიგში ხო მან გააკეთა რამდენიმე არაჩვეულებრივი გაფორმება თქვა ეს სცენოგრაფიული სამუშაო, მაგრამ აი სწორედ აი მუშაობის დროს როცა იგი მუშაობდა ჯერ დაიქირავეს ჯერ ერთი სივრცე არ დაეტევა იმდენი იყო 250 კვადრატია საერთო ფართობი და ეხლა წარმოიდგინეთ ამოდენა რაღაცა შეასრულო გრანდიოზული მოხატულობა 91-92 წლის ასაკში და რა ენერგია უნდა გქონდეს კაცო რა ძალა უნდა გქონდეს რა შემართება უნდა გქონდეს ხო ახალი ცოლი ყავს დამავწდა მეთქვა ესე იგი ვავაკ უწოდებს ეს არის ვალენტინა ბროდსკაია ასეთ ეს ებრაელი წარმოშობის მაგრამ ესეთი სიტკალია ოხ როგორი ქალია განდევნა ყველა და ყველაფერი შვილებიც კი განუდევნა ფაქტობრივად იდასთან პრობლემებია დავით საერთოდ არ იღებს და ასე შემდეგ ამ პერიოდში კი ხატავს აკეთებს ამ ფანტასტიკურ ფრესკას მოხატულობას ესე იგი ფაქტობრივად წარმოიდგინეთ ესე იგი 12 ნაწილად დაიყო ესეც როგორც თქვა როგორც აი სამედიცინო უნივერსიტეტის სინაგოგა იერუსალიმში მაგრამ ეს მუსიკასთან არის კავშირში თქვათ სიცოცხლის და სიყვარულის იდეა დააკავშირა თქვათ ტრისტან და იზოლდასთან ხო წვანე ფერია იქ თქვათ არის რაღაცა მოწითალო შინდისფერი დააკავშირა ესე დაფნისი და ხლოესთან აი გამოგნებელია ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა მომენტებია თქვათ მოცარტთან დააკავშირა ცისფერი ხო
როგორც მომავლისა და ჯანმრთელობისა და რეალურად აი ყველაფერი ერთმანეთს ხო ბერლიოზის რომეო და ჯულიეტა როგორც მახსოვს იასამრის ფერია ცოტა ვარდისფერში გადადის რეალურად ყველაფერი ეს იკვრება მოცარტის ერთ დიდ მუსიკალურ ქმნილებაში რომელსაც იგი სახელად უწოდებს იუპიტერი ხა ნაწარმოებია მოცარტის ერთ-ერთი სიმფონიური გენიალური ქმნილება რომელსაც დღე-დაღამე უსმენდა თვითონ მუშაობის დროს ამ პერიოდში იგი მუშაობდა და ეს ყველაფერი ოპერაში შეიკრა იქ რა თქმა უნდა ნიშნებია ხედავთ თქვა ვიწებსკსაც ხედავთ მუსორგსაც ხედავთ ხოლმე შორის იქა თუმცა ლაპარაკობს რომ ბორის გოდუნოვი დასახატი არ არის და საერთოდ მოაშორა მე ეს გამოსახულება აქ არის რა თქმა უნდა გამოსახულება თვითონ პარიზის ძირითადი ხედი ობიექტი რაც არის ძირითადი ხო იმ პერიოდში კი ასე იყო ბუნებრივად თავიდან კი არ უნდათ მაგრამ ასე აღმოჩნდა ეს რა თქმა უნდა არის იფელის კოშკი და ასე შემდეგ და თლიანობაში საოცარი ჰარმონიული კომპოზიცია ფერადოვანი ასე 12 ძირითადი ლოკალური ტონი რომელიც ერთმანეთთან ჰარმონიულად ერწყმის და გადადის და გადმოდის ხო წარმოიდგინეთ ახლა ამის ჩვენება არ გინდა აბას ყველაფერს წარმოდგენა არ გინდა თან თვითონ მუშაობს ეს მოხუცი კაცი ის კი არა და ერთი ასეთი პატარა ისტორია შემორჩენილი რომ დავიდი ბრუნდება სხვაგვარი აქვს მაკნილის გვარით არის დავიდი მისი ვაჟზეა ლაპარაკი 18 წლის არის და მოდის გაებლის აი გარნიეს წინ ამ ოპერის წინ და ხედავს რომ ამისი მუშებთან ერთად ზის დათხრილი ტანსაცვლით და სადილობს შესვენება აქვს და გაჩერდა ხა მამამისი ხო იცის ხა იცნობს თავის ხო და მოკრა საუბარს მუშებთან მუშები უნდა კი მაგრამ შენ აქაური ხარ თუ ჩამოსული ხარ ეუბნება ჩამოსული ხარ რატო ხარ აქ რას აკეთებ რას ვაკეთებ და ჭერი უნდა განვაახლო. როგორ ჩვეულებრივ რომ მუშამის. ვერც კი წარმოადგენთ მე წინაშე მათ წინაშე მუშაობდა და სადილობდა გენიალური მარკ შაგალი. ნუ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რაღაცა უცნაურ სიდიადეს ამ გენიალური კაცისა. მოკეთ რომ გაიხსნა, ესე თავიდან რა თქმა უნდა გაიხსნა რაველის დაფნის და ხლოეთი და დასრულდა იუპიტერით, ესე იგი თვითონ ის საღამო და ჩებნელოდა რომე იყო. ასე აღწერენ მე გავყოფილო რა თქმა უნდა. სიბნელე იყო და აი როცა მოცარტის ბოლო ფრაზები ისმოდა უცებ აინთო დიდი ჯახი რომელიც იყო და 2000 კაცი ტაში და ღმუოდა რომ ხედავდა ამ გრანდიოზულ ფერწერას ფერის მუსიკალურ გვინვას ზე სიმფონიას ფერადოვანს ხო რაც ჩვენმა ძვირფასმა კანჯინსკი ფერში ვერ გააკეთა თუმცა უნდოდა ხო აი ამ კაცმა ამ ლიოზნოდან წამოსულმა ერთა პატარა კაცმა გრანდიოზულ ფრესკაში განახორციელა. რაღაც წარმომიდგენ რა არის. იქ ბევრი ადამიანი ტიროდა რეალურად. თვითონ კი უკმაყოფილო იყო, ყოველთვის უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, ამას ასხივებდა კიდევაც და ამავე დროს იმასაც გრძნობდა, რომ თვითონ არც იყო მისი მსგავსი არავინ არ იყო, ის კი არა და მამას ერთხელ კითხეს, მამას ეკითხებიან მის ქცოლს, რომ ხო არ მიიღებს მონაწილეობას, მარკი აი ამ რაღაც საქონლო საქმიანობაში. კი, მაგრამ ვინ რომელი მხატვრები იღებენ მონაწილეობას? მამა ეკითხება, ცოლი მისი ეუბნება მათ ფაქტობრივად ამ გამოფენის კურატორი არ ერქვა მაშინ, მაგრამ ნუ თქვათ მარშალს ეკითხება და ნუ ჩამოითვალა და ერთ-ერთი თქვა რა პიკასო იქნება. პიკასო რა მხატვარია. ნუ ცოტა არ იყოს უცნაურია, მაგრამ აი საერთოდ პიკასო მისი ურთიერთობა თქვათ აგივე შაგალთან ძალიან საინტერესოა. საერთოდ თვითონ ამბობდა ხოლმე, on პიკასნიკ, ეს იგი პიკასოელია რა. ეს იგი ეს დაცინვა ის იყო რაღაცა შავი ბევრი კატა დარბოდა, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. თავარი ამ დიდი კულტურა შექმნეს, დიდი ხელოვნება შექმნეს. თვითონ გარდაიცვალა 92 წლის ასაკში ბედნიერ კაცად ვირჯინია წერს კიდევაც. ყველაფერს მიაღწია. მისი მეუღლეც არა, ოფიციალურად არ იყო მეუღლე. ხო, ყველაფერს მიაღწია, ყველაფერს შეცვლა, შვილებსა და შვილიშვილებსაც მოასწრო. მაგრამ თვითონ მაინც უკმაყოფილო იყო და არ შემიძლია არ წავიკითხო მისი ერთ-ერთი გამოსვლიდან ტექსტი, რომელიც როცა დაბრუნდა ამერიკიდან ებრაული კულტურის ცენტრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საპატივცემულო საღამოზე მან თქვა ჩვენ უნდა გვამშვიდებდეს ჩვენი შეუდრეკლობა ასევე ჩვენ დაღუპულ ადამიანთა სულები მათი სულები ვინ ჩვენ დაგტოვა ვინც გთხოვა რომ მათთვის ვილოცოთ და ასევე ჩვენთვისაც ლოცულობენ ისინი რადგან ჩვენ ებრაელები ვართ და ვცხოვრობთ არა მარტო ცოცხლებთან არამედ მიცვალებულებთან ერთად ისინი ჩვენთან არიან მარკ შაგალი იგი მარადიულად ცხოვრობს კარგად მზადდებოდეთ მოვალ შეხვედრამდე ახვამდის